მოგესალმებით კიდევ ერთხელ კომერსანტის დილა ეთერში და ახლა დროა ჩვენი ტრადიციული რუბრიკა გაგაცნოთ კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა, რომლის ფარგლებში დღეს ჩვენს გადაცემაში ვისაუბრებთ უფრო კონკრეტულად მომხმარებლის უფლებების დაცვაზე, რა ბერკეტები არსებობს და რა ვთქვათ ინსტიტუციური გარანტიებია იმისათვის, რომ ერთის მხრივ მომხმარებლის უფლებები იყოს დაცული და მეორეს მხრივ გქონდეს გარანტია, რომ ბიზნეს ოპერატორები კეთილსინდისიერად ასრულებენ კანონით დადგენილ წესებსა და ნორმებს. ჩვენ სტუმარს წარმოგიდგენთ სტუდიაში, რომელთან ერთადაც უფრო ვრცლად გავშლით ამ თემას, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი თამარ ჩანტლაძეა დღეს ჩვენთან ერთად. მოგესალმებით პირველ რიგში. მადლობა მობრძანებისთვის. ჩვენ გადაცემების განმავლობაში ხშირად გვისაუბრია, რომ მაინც მომხმარებლის უფლებების დაცვა შედარებით ახალია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ბაზრისთვის და ჯერ კიდევ არის ბევრი ინფორმაცია, რაზეც შესაძლოა არ აქვს წვდომა ჩვენს მსმენელს, მაყურებელს, ამიტომ უფრო ვრცლად ვისაუბროთ, რა ხდება დღეს რეალურად ამ ნაწილში, ხომ ბაზარზე და დღეს ვთქვათ კონკურენციის სააგენტო ერთგვარი გარანტია იმისა, რომ ეს მომხმარებლის უფლებების დაცვა მოხდება ინსტიტუციურ დონეზე. მოდით დავიწყოთ საუბარი და გავშალოთ ეს თემა, სწორედ მომხმარებლის უფლებების ნაწილში, რა შემთხვევებში ხდება და რა შემთხვევები არის გათვალისწინებული ბიზნესის დაჯარიმების ნაწილში, ანუ სანქციების ამოქმედება რა შემთხვევაში ხდება, ანუ რა ტიპის დარღვევებთან უნდა გქონდეს საქმე, რომ მივმართოთ კონკურენციის სააგენტოს და შემდეგ სააგენტო მიმოქმედოს უკვე შესაბამისად. მოგესალმებით, მადლობას გიხდით მოწვევისთვის, საკითხით დაინტერესებისთვის და მივესალმებით ჩვენს მსმენელებსა და მაყურებლებს. როგორც თქვენ აღნიშნეთ, დღეს ვისაუბრებთ მომხმარებლის უფლებების დაცვის ინსტიტუციურ გარანტიებზე. მოკლედ ვიტყვი იმას, რომ 2022 წლის 1 ივნის ძალში შევიდა საქართველოს კანონი მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ და სწორედ აღნიშნული კანონის დაცვაზე არის პასუხისმგებელი საქართველოს კონკურენცისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო. ის უზრუნველყოფს დარღვევის პრევენციას, ხოლო არსებულ დარღვევებზე ახდენს სათანადო რეაგირებას. შესაბამისად, კანონის მიხედვით მომხმარებლებს უფლება აქვს მიმართონ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს და სააგენტო კანონით დადგენილ ვადაში პირველ ეტაპზე ადგენს საქმის მიზანშეწონილობას, საქმის შესწავლის დაწყების მიზანშეწონილობას არკვევს, ხოლო შემდეგ იწყება საქმის შესწავლა კონკრეტული ვალდებულების დარღვევის შემოწმების მიზნით. იმ შემთხვევაში საქმის შესწავლა, როდესაც სრულდება, სააგენტო იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევის დადასტურების ან უარყოფის შესახებ. აქვე ვიტყვი იმას, რომ არსებობს ერთგვარი გადაწყვეტილების სახე, პირობითი შეთანხმება, რა დროსაც მოვაჭრე სააგენტოს თავაზობს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტის აღმოსაბრულად პირობით ვალდებულებებს და იმ შემთხვევაში თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ მოვაჭრის მხრიდან აღნიშნული ვალდებულების შესრულების შედეგად აღარ იარსებებს კანონის მოთხოვნათა დარღვევა, საქმის შესწავლა სრულდება დარღვევის ფაქტის შეფასების გარეშე. შეთანხმებით ერთგვარად ორივე მხარის კი ბატონო. თუმცა დღეს ვსაუბრობთ უფრო ფართოდ იმ შემთხვევებზე, რა ხდება მაშინ, თუ მოვაჭრე არ ასრულებს გადაწყვეტილებას, ხო ასეა? ამ შემთხვევაში, როდესაც სააგენტო ადგენს მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევას, ანუ ის დასტურდება შესაბამისი გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს განუსაზღვრავს კონკრეტულ ვადას ამ გადაწყვეტილების შესასრულებლად. შესაბამისად, თუ განსაზღვრულ ვადაში მოვაჭრე არ ასრულებს ამ ვალდებულებას, ან არაჯეროვნად ასრულებს მას, ხდება მისი დაჯარიმება. კი ბატონო, აი მოდით განვსაზღვროთ, თქვათ, შემთხვევები, როდის ხდება მიმართვა, ანუ რა ტიპის დარღვევების დროს არის და რა არის გათვალისწინებული კანონში მომხმარებლის უფლებები, თქვათ და მოვაჭრის ურთიერთობა, ანუ რა სახის დარღვევაზე აქვს საუბარი, თქვათ, ეს არის ფასთან დაკავშირებით, პროდუქციასთან დაკავშირებით თუ აი რა ტიპის თქვათ დარღვევებზე ხდება ამ შემთხვევაში, ანუ კანონი რას ადგენს? დიახ, ანუ ამ შემთხვევაში
კანონით განსაზღვრულია მოვაჭრის ის ვალდებულებები, როგორიცაა მომხმარებლის ინფორმირების ვალდებულება, ანუ ამის დარღვევის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დასტურდება მოვაჭრის მხრიდან კანონის მოთხოვნათა დარღვევა, ასევე ინფორმირების ვალდებულება გულისხმობს ფასის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, მოვაჭრის ვინაობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, არის მომხმარებლის ისეთი უფლებები, როგორც არის დაკავშირებული ნაკლთან და ნაკლის არსებობის შემთხვევაში მომხმარებელს წარმოეშობა უფლება მიმართოს მოვაჭრეს ნაკლის აღმოფხვის თაობაზე. ეს არის პირველი რიგის უფლებები გახლავთ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება ან ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება. ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი დისტანციურ ურთიერთობებში არის უპირობოდ უარის თქმის უფლება, ანუ ხელშეკრულების გასვლის უფლება, თვალსაჩინო ვადაში წარმოეშვება. ეს არის ის უფლებები, რაც არის და სხვა უფლებები, რაც არის გათვალისწინებული კანონით, შესაბამისად, თუ მოვაჭრე არ ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და თუ სააგენტოს მიერ გადაწყვეტილებით დადასტურდება მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევა და არაჯეროვანი ან შეუსრულობის შემთხვევაში მას ეკისრება ჯარიმა. ანუ ამ შემთხვევაში ხდება მოვაჭრეთა დაჯარიმა. კი ბატონო, აი ჩვენ ვხედავთ, რომ პრინციპში პირდაპირ ჯარიმის გამოწერა თქვენ ამდენჯერ მიახსენეთ, პირდაპირ ჯარიმის გამოწერა და ასე ვთქვათ დასანქცირება არ ხდება და მანამდე არის ეტაპები, ხო? ასევე დროის ნაწილზეც რომ გითხრათ, იმიტომ რომ ხშირად შესაძლოა კონკრეტულ ადამიანს მომხმარებელს უბრალოდ მიაჩნდეს, რომ რაღაცა დიდ დროს მოიცავს ეს პროცესი, ან რაღაცა კონდეს განცდა, რომ შესაძლოა მაინც ვერ დადგინდეს რეალობა და თავი შეიკავოს მომართვისგან, სააგენტოსთან. აი, რა დრო არის დადგენილი მომართვიდან ამ პროცედურა რა ვადაში სრულდება და ასევე აი ეს გაფრთხილებითი ნაწილიც კიდევ ერთხელ რომ განმარტოთ, ანუ უკვე რა ეტაპები უნდა გაიაროთ თქვენ უკვე ბიზნესთან კომუნიკაციაში, რომ საბოლოო ჯამში მიხვიდეთ დაჯარიმების გადაწყვეტილებამდე. დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ხაზი გაისვას იმას, რომ აღნიშნული ჯარიმა არ არის რეპრესიული, ანუ ეს არის პრევენციული და ეს გულისხმობს იმას, როგორც უკვე აღნიშნე და გავიმეორებ, რომ სააგენტო დარღვევის დადასტურების შემთხვევაში პირდაპირ არ აკისრებს მოვაჭრეს ჯარიმას. ეს გულისხმობს იმას, რომ მას კანონით დადგენილ ვადაში ექნება პერიოდი, როდესაც უნდა შეასრულოს გადაწყვეტილებით დადგენილი ვალდებულებები. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოვაჭრე არ ასრულებს ამ ვალდებულებებს, ან არაჯეროვნად ასრულებს, მას ეკისრება ჯარიმა. რაც შეეხება მომხმარებელთა მომართვის აუცილებლობას, ანუ ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ მომართოს მომხმარებელმა კონკურენცისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, რადგან სწორედ მისი კანონიერი ინტერესებისა და უფლების დაცვაზე არის უზრუნველყოფს სააგენტო. საქმის შესწავლის ვადა არის 1-დან 3 თვემდე საქმის სირთულიდან გამომდინარე და ამის შემდგომ, როდესაც საქმის შესწავლა დასრულდება რომელიმე სახის გადაწყვეტილებით და დარღვევის შემთხვევაში დარღვევის დადასტურებით მას მოვაჭრეს განესაზღვრება ვადა ვალდებულების შესასრულებლად, ხოლო აი შეუსრულებლობის შემთხვევაში მას ეკისრება ჯარიმა. ჯარიმის შემთხვევაში, ანუ ჯარიმის განსაზღვრის ოდენობის განსაზღვრის დადგენილია სააგენტოს მიერ და როგორც უკვე გითხარით, ჯარიმა უნდა იყოს ეფექტური, პროპორციული და პრევენციული. ასევე ჯარიმის დაკისრებისას, ოდენობის დადგენისას სააგენტო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ მან არ უნდა შეუქმნეს საფრთხე პირის კომერციულ საქმიანობას. ანუ სააგენტო ყველანაირად ცდილობს, რომ გაითვალისწინოს როგორც მომხმარებლის, ასევე ამ შემთხვევაში მოვაჭრის ინტერესები დააბალანსოს ამ თავისი წარმოების ფარგლებში. რაც შეეხება ჯარიმის დაკისრების წესს და მისი ოდენობის განსაზღვრის წესს, მოგახსენებთ, რომ ჯარიმის დაკისრებისას გაითვალისწინება შემდეგი კრიტერიუმები. ეს არის დარღვევის მასშტაბი, დარღვევის სიმძიმე, ხასიათი, ხანგრძლივობა და სხვა გარემოებები და მოკლედ გეტყვით, რას გულისხმობს თითოეული კრიტერიუმი. დარღვევის მასშტაბში იგულისხმება გეოგრაფიული და შინაარსობრივი მხარე, ანუ ეს დარღვევა მოხდა ლოკალურად თუ ქვეყნის მასშტაბით. ასევე დარღვევა ეხება მომხმარებელთა ფართოწრის ინტერესებს თუ ვიწროწრის ინტერესებს. აი მაგალითად, თუ ონლაინ ვაჭრობს მოვაჭრე და დარღვევა დადასტურდება, მისი
კონტინგენტი, ასე ვთქვათ, შეიძლება არის ფართო წრე მომხმარებელთა, რადგანაც ის მთელი ქვეყნის მასშტაბით თითოეულ მომხმარებელს შეუძლია დისტანციურ ურთიერთობაში, სამომხმარებლო ურთიერთობაში შევიდეს მოვაჭრესთან. რაც შეეხება დარღვევის ხასიათს, აქ გაითვალისწინება და გაუფრთხილებლობით მოხდა დარღვევა თუ განზრახვით. ანუ შეგნებული ჰქონდა თუ არა მოვაჭრეს კანონსაწინააღმდეგო ქმედების მარცხსაწინააღმდეგო ხასიათი. რაც შეეხება სიმძიმეს, სიმძიმის შეფასებისას სააგენტო ითვალისწინებს ინტენსივობას, დარღვევის ინტენსივობას, ზიანის ოდენობას, ასევე იმას თავად შეძლო თუ არა მოვაჭრემ მიიღო თუ არა ზომები დარღვევის აღმოსაფრველად და მომხმარებლის უფლების აღსადგენად. ხანგრძლივობაში იგულისხმება პერიოდი, რა პერიოდშიც გრძელდებოდა მოვაჭრის მარცხსაწინააღმდეგო ქმედება ან უმოქმედობა, ხოლო სხვა გარემოებების შეფასებისას მაგალითად სააგენტო ითვალისწინებს საქმის შესწავლის პერიოდში თანამშრომლობდა თუ არა მოვაჭრე სააგენტოსთან, ასევე პირის ფინანსურ მდგომარეობას, ჯარიმის განმეორებითობის ხასიათს და სხვა გარემოებებს. კი ბატონო, და რა შეიძლება იყოს, ანუ ზღვარი რა არის, ვთქვათ, ყველაზე მინიმუმი და მაქსიმუმი როგორია? ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება დარღვევის დადასტურების წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-მდე და ამასთან ის არ უნდა იყოს 600 ლარზე ნაკლები. შესაბამისად და ასევე მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმას და მოვაჭრეებისთვისაც ეს იყოს ყურადსაღები, რომ და ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს არათავისუფლებს იმ ვალდებულების შესრულებისაგან, რომლის შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო სააგენტომ მას დააკისრა ჯარიმა. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ჯარიმა დაეკისრება მოვაჭრეს, ის მაინც ვალდებულია შეასრულოს ის გადაწყვეტილება, რომლითაც დაუდასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევა. კი ბატონო, და აი თქვენ განმეორება ახსენეთ, ამ შემთხვევაში რა არის თვალისწინებული, თქვათ, თანხა შესაძლოა გაიზარდოს ჯარიმის თუ დადგინდა რომ განმეორდა ასეთი ქმედება? თუ დადგინდა 12 თვის განმავლობაში, რომ დარღვევას ისევ ჩადის მოვაჭრე, ამ შემთხვევაში დაკისრებული ჯარიმა მას დაეკისრება ორმაგი ოდენობა. კი ბატონო, აი თქვენ ახსენეთ ამ ჩამონათვალი, როდესაც თქვათ გაგვაცანით, რომ აქ გათვალისწინებულია თქვათ სხვადასხვა ფაქტორები, რა პერიოდულობით ხორციელდებოდა მოვაჭრის მხრიდან ეს დარღვევა, ანუ გამოდის, რომ კონკრეტული შემთხვევის შესწავლით არ შემოიფარგლება სააგენტო და ნუ ალბათ გააჩნია დარღვევას, მაგრამ მაინც სწავლობს ქცევას ამ მოვაჭრის, ხომ? აი კონკრეტულ დარღვევასთან მიმართებით თუ კონკრეტული кейსიდან გამომდინარე ხდება მხოლოდ ეს ვთქვათ გადაწყვეტილების მიღება. აი როდესაც ახსენეთ, რომ რა პერიოდში ჰქონდა აი ამ ასეთ ქმედებას ადგილიო. დიახ, ანუ მნიშვნელოვანია იმის განმარტება, რომ სააგენტო საქმის შესწავლას იწყებს სააგენტოში განცხადების კონკრეტული მომხმარებლის განცხადების წარდგენის შედეგად, თუმცა როგორც მოგახსენებთ, გადაწყვეტილება არის მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევის დადასტურების ან უარყოფის თაობაზე. შესაბამისად, აქ არამხოლოდ ერთ კონკრეტულ მომხმარებელთან ქცევას სწავლობს მოვაჭრე, არამედ ის გადაწყვეტილი, ანუ საქმის შესწავლის ფარგლებში სწავლობს თუ რამდენად მოვაჭრის ქმედება არის შესაბამისი კანონის იმ მოთხოვნებთან, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებელთა ფართო წრის, ანუ ჯგუფის უფლების დაცვას. კი ბატონო, მოდით სტატისტიკაც რომ გვითხრათ, ის რაც გვაქვს უკვე აი ამ ნაწილში, ჯერ მომართვიანობა როგორია, ვთქვათ, როგორი სტატისტიკა გაქვთ სააგენტოში და უფრო ხშირად არის, ვთქვათ, ძირითადად ონლაინ ვაჭრობასთან დაკავშირებული, ასე ვთქვათ, მომართვიანობა და საჩივრები თუ ფიზიკურ ვაჭრობასთან მიმართებითაც გაქვთ, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებები. პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ სააგენტო მუდმივად ცდილობს ცნობიერების ამაღლებას მომხმარებლებთან, რომ აუცილებელია მათ მიმართონ სააგენტოს კანონით დადგენილი უფლებების დაცვის მოთხოვნით. შესაბამისად, ამ მხრივაც წარმატებულია სააგენტოს საქმიანობა იმ კუთხით, რომ მომართვა გაზრდილია
ნაკლია წინა წელთან შედარებით. ძირითადად ლიდერობს მაინც თბილისი განცხადებებით, ასევე მეორე ადგილზე არის იმერეთი და აჭარა. რაც შეეხება თვითონ სეგმენტურად ან რომელ კონკრეტულ ვაჭრობის სახეებში ხდება დარღვევა და სტატისტიკა სად უფრო მაღალია, ძირითადად ეს არის ეხება დისტანციურ ვაჭრობას, ანუ ონლაინ ვაჭრობის შემთხვევებს, ხოლო შემდგომ არის ასევე ადგილზე ვაჭრობის შემთხვევები. ასევე ჯარიმის ნაწილში სტატისტიკა რომ მოგახსენოთ, ეს არის წინა წლის შედეგები 56 მოვაჭრე 98 საქმეზე დაჯარიმდა და ჯარიმის თანხამ დაახლოებით ჯამში შეადგინა 60,000 ლარამდე. სააგენტო პერიოდულად აქვეყნებს სტატისტიკას, ანუ ყველა დაინტერესებულ მხარეს, როგორც მომხმარებელს, ასევე მოვაჭრეს შეუძლია გაეცნოს ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე ამ მონაცემებს და ასევე მინდა ვუთხრა კიდევ ყველას მომხმარებლებს, რომ თქვენ აუცილებლად, როდესაც ჩათვლით, რომ მოვაჭრეთ თქვენს უფლებებს არღვევს, შეგიძლიათ მომართოთ კონკურენცია და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს. კი ბატონო, დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. მე მგონი ძალიან საინტერესოა ეს თემა და იმედი მაქვს, რომ ჩვენი მსმენელი და მაყურებელი უფრო მეც გაიგებდა, სწორედ ამ საკუთარი უფლებებთან დაკავშირებით, რაც ეხება იმ ვაჭრობის სფეროში მოვაჭრესა და მომხმარებელს შორის ურთიერთობის ნაწილს. წარმატებები თქვენ. დიდი მადლობა მობრძანებისთვის, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის აგენტოს მომხმარებლების უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი თამარ ჩანტლაძე იყო ჩვენი სტუმარი. ეს იყო რუბრიკა კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა. ერთი კვირით გემშვიდობებით რუბრიკის ფარგლებში. ნახვამდის.